არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიცია დაინტერესდა ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით პროექტ პანორამა თბილისთან დაკავშირებით. მე აქვე საზოგადოებას შევახსენებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიცია აქვს საინფორმაციო სააგენტო TVF-ი დაფუძნებული, რომლის საშუალებით ჩვენ გავაკეთეთ დედაქალაქში, ჩავატარეთ გარკვეული კვლევა და გამოვკითხეთ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. მე მინდა მათი შედეგები გავაცნო საზოგადოებას და კი, თბილისში გავაკეთეთ, ანუ გამოკითხვა. დაახლოებით იყო 500 კაცამდე არის გამოკითხული, თუმცა ინტერვიუს სახით ჩაწერილი არის. არა, გარეთ გავედით ჩვეულებრივად. თვითონ ქუჩის გამოკითხვა იყო ეს ყველაფერი და ეს მასალა ატვირთულია თვითონ საინფორმაციო პორტალზე, სადაც შეუძლია საზოგადოებას ნახოს. უბრალოდ მე მინდა რომ საზოგადოების აზრი გავაცნო თავად საზოგადოებას და ჩვენი კვლევის შედეგები. პირველ რიგში დედაქალაქის მოსახლეობის, ანუ გამოკითხულთა უმეტესობის აზრი გახლდათ ის, რომ ანუ დადებითად აფასებდა იქიდან გამომდინარე, რომ არ ზიანდება თბილისის ძველი იერსახე და ეს ყველაფერი შენდება ყოფილ ნაგავსაყრელზე. ასევე მოქალაქეების უმეტესობა ფიქრობდა და გულისხმობდა, რომ კარგია, როდესაც ეს პროექტი ხორციელდება, ანუ არა სახელმწიფოს ხარჯზე, არამედ კერძო ინვესტიციების ხარჯზე. ასევე ჩვენი კვლევების თანახმად და ანუ ჩვენს გავარკვიეთ, სადაც აღმოჩნდა, რომ პროექტის მთლიანი ერთობლიობა იქმნება სოლოლაკის მაღლობის, სოლოლაკის ბაღების, თავისუფლების მოედნის და ერეკლე მეორეს ერთობლიობით, სადაც განთავსდება საერთაშორისო დონის კონფერენციები და საკონფერენციო დარბაზები უпростоრად. ასევე როგორც თვითონ პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე ირკვევა, ეს შექმნის გარკვეულ დასაქმების ერთგვარ ადგილებს და როგორც ჩვენ გავარკვიეთ არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიციამ თავდაპირველად დასაქმდება დაახლოებით 2000 ადამიანამდე, ხოლო როდესაც კომპლექტი სრულად ამუშავდება, უკვე მუდმივად დასაქმებული იქნება 1000 კაცი. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ანუ ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიციამ ჩვენი მოსაზრებები დავაფუძნეთ გამოკითხვაზე, ანუ როგორც თავიდან აღვნიშნე და იყო გარკვეული მოსახლეობა, ასევე თქვენ თვითონ საზოგადოება ნახავს აი კვლევის შედეგებიდან გამომდინარე და ანუ ინტერვიუებიდან გამომდინარე, იქ რა თქმა უნდა არის უარყოფითი პასუხებიც, მაგრამ ერთადერთი რაც ყველაზე სამწუხაროა და რა ინფორმაციასაც წავაწყდით აი გამოკითხების დროს, არის ის, რომ მოქალაქეების უმეტესი ნაწილი ინფორმირებული არ არის ამ პროექტთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ მოუწოდებდით მედიას, რომ უფრო აქტიურად დაინტერესებულიყვნენ ამ პროექტის მიმართ, რადგან ეს პროექტი როგორც პოზიციას, ასევე გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით არის ჩვენი თბილისისთვის და დედაქალაქისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და აი ამ მნიშვნელობებზე მე უკვე გავაკეთე აქცენტები, თუ რა მნიშვნელობები ეძლევა ამ კომპლექტის ფუნქციონირების შეძენის შემდეგ. ამიტომ მე მინდა მოუწოდო საზოგადოებას იაქტიუროს ამ პროექტის განხორციელების მიმართ, რადგან ეს იქნება კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო დონეზე გატანის ერთ-ერთი შესაძლებლობა, თუნდაც ტურისტული კუთხიდან გამომდინარე, რადგან თბილისი კიდევ ერთხელ ფუნქციას შეიძენს ტურისტების ერთგვარი მიღების საშუალებით. პროცენტული მაჩვენებლები რო გაგვასწრებთ. დეტალები და დიახ. როგორია ძირითადად ანუ პოზიტიურად აფასებს ანუ უმეტესი ნაწილი აფასებს პოზიტიურად, რა თქმა უნდა, უარყოფითი პასუხებიც არსებობს გამოკითხვაში, თუმცა ერთ-ერთი პრობლემა, რაც თვითონ არასამთავრობო ორგანიზაციამ აღმოაჩინა და რაც მე ავღნიშნე, ეს არის ის, რომ თვითონ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არ ფლობს სრულ ინფორმაციას აი ამ პროექტის შესახებ და ჩვენ გამოკითხვის დროს გვიწევდა ამ პროექტის ახსნა განმარტება, თუ რა ფუნქცია აქვს ამ პროექტს და აქედან გამომდინარე, ანუ
ანუ უმრავლესობა დაახლოებით 70-30%-ზე იყო დადებითი და ერთადერთი განცდა რაც მოქალაქეებს ჰქონდათ ამ შემთხვევაში ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ის კითხვა იყო რომ ყოველთვის ის კითხვა უმეტეს კითხვად ითვლებოდა ის რომ ანუ ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ ამხელა რაღაცა მილიარდობით ლარი დახარჯოს მაგრამ ეს ინფორმაცია არ ქონდათ მოსახლეობას რომ ეს პროექტი არ იხარჯება კონკრეტული სახელმწიფო ბიუჯეტიდან უბრალოდ და ეს არის სანო ინვესტიციის ფონდი ახორციელებს ამ პროექტს. მეთოდოლოგია როგორ იყო ეს თქო გამოკითხვა შერჩევა როგორ ვიდრე ამბობთ რომ მოსახლეობის უმეტესობა გამოკითხულთა უმეტესობას დაახლოებით 500 კაცი კი თქვი მე 70 დაახლოებით 70% ამ პროექტს აფასებს დადებითად 20% აფასებს უარყოფითად და 10%-მა შეიკავა თავი არ მოგცა ინტერვიუ დაახლოებით ეს რაღაცა დაახლოებით 500 ადამიანი კი მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ორი მიმართულებით ეს კვლევა ერთი ეს იყო ვიდეო მიმართულებით და ჩაწერის მიმართულებით ასევე როგორც კითხვარების მიმართულებით და გეტყვით კითხვებსაც და ასევე ჩვენი საიტის მეშვეობითაც იყო გარკვეული გამოკითხვები და საერთო ჯამში ერთობლიობა შეადგენდა იმ შედეგებს რაც თქვენ გაგაცანით ამ წუთას კი აპლიკაციის ფორმაც იყო ასევე იყო ჩვეულებრივი ინტერვიუს სახით რაც რომლის მასალაც ამ წუთას არსებობს საინფორმაციო პორტალზე და შეგიძლიათ ნახოთ და ასევე თვითონ საინფორმაციო მეშვეობით რომელი მომხმარებელიც ჩვენ გვყავს ის მომხმარებელიც ღებულობდა ავტომატურად მონაწილეობას კი მე გეტყვით კიდევ ერთხელ აღვნიშნავ და განმარტავ რომ ერთადერთ პრობლემას რასაც გამოკითხვის დროს წავაწყდით და თუ თქვენს გააკეთეთ მსგავსი კვლევა გამორიცხულია რომ თქვენც არ წაწყნობოდით მსგავს პრობლემას ეს იყო ის რომ მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა არ იცოდა და არ ფლობდა ინფორმაცია ზოგადად რას ნიშნავს პანორამა თბილისი ამიტომ როცა ჩვენ გამოკითხვას ვახორციელებდით ჩვენ თვითონ გვიწევდა ახსნა განმარტება თუ რას გულისხმობს რას ნიშნავს რა ფუნქცია ექნება საიდან ფინანსდება და ასე შემდეგ ამიტომ როდესაც ამას ხსნიდით მოსახლეობაში ამის შედეგად ისინი უმეტესი ნაწილი უკვე ამის შედეგად იძლეოდნენ გარკვეულ პასუხებს ხვდებით ხო რასაც არა პიარს არ ექვემდებარებოდა იმიტომ რომ რეალურად რაც არსებობს ოფიციალური დოკუმენტი ოფიციალური მონაცემები თუ რას გულისხმობს პანორამა თბილისი ჩვენ როგორც ორგანიზაციას არასამთავრობო ორგანიზაციას გვაინტერესებდა რამდენად მიზანშეწონილია და მისაღებია მოქალაქეების მხრიდან თუ არ არის მისაღები ამიტომ გავაკეთეთ და გადავწყვიტეთ რომ გაგვეკეთებინა გარკვეული გამოკითხვა ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენ დედაქალაქისთვის თუნდაც იმისთვის რომ უნდა შეიცვალოს იერსახე უნდა გადაკეთდეს რაღაცა ისტორიული ნაწილი და აქ ჩემი აზრით და ორგანიზაციის აზრით მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოქალაქის აზრი ამ თემასთან დაკავშირებით და ზუსტად ეს ემსახურებოდა ჩვენ გამოკითხვას იცით რა არის ისტორიული ნაწილის ნახვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მე აქვე დაგეთანხმებით თუმცა როდესაც თავად ორგანიზაცია დაინტერესდა ამ პროექტით ჩვენ გავეცანით მთლიანად არქიტექტურულ სტრუქტურას ანუ როგორ შენდება დაუშვათ რა ირღვევა რა არ ირღვევა და ასე შემდეგ ეს არის ძალიან დიდი დოკუმენტი და საბოლოო ჯამში ჩვენი გაცნობის შედეგად მინდა აქვე გითხრათ რომ არანაირად არ ზიანდება ეს ისტორიული ნაწილი იმიტომ რომ განლაგება ისევ თავის ადგილას რჩება და არაფერი არ გადადის და არ გადმოდის უბრალოდ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ ამჟამად იმ ადგილას სადაც პანორამა თბილისი უნდა აშენდეს არის ნაგავსაყრელი და ეხლა რეალურად რა ვიცი მე ვფიქრობ რომ ლოგიკურად მოსახლეობას ნაგავსაყრელის არსებობას ბევრად უფრო ურჩევნია რომ რაღაცა სრულყოფილი კომპლექტი იყოს. რა პროფილზე მუშაობთ?
ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ძირითადად მუშაობს, ანუ მრავალი მიმართულება გვაქვს. ერთი ეს არის პირველი, ანუ ადამიანის უფლებების დაცვა, სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგი, სამოქალაქო სექტორის მონიტორინგი, მედია მონიტორინგი, ასევე სოციალური პროექტების მიმართულების განვითარება და ასევე დამნიშნულოვანი მიმართულება გვაქვს, ეს არის საქართველოში არსებული ოჯახების მატერიალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ამ კუთხით ძალიან აქტიურად მუშაობთ. ეს არ არის დიდი ხნის არასამთავრობო ორგანიზაცია, აქვე გეტყვით. დაახლოებით, უფრო ზუსტად 2014 წლის 4 დეკემბერს დავარსდით ჩვენ როგორც ორგანიზაცია ოფიციალურად და მას შემდეგ გვაქვს სხვადასხვა აქტივობები, ასევე ორგანიზაციას ყავს თავისი ახალგაზრდული ფრთა, რომელიც კონკრეტულად მიზანმიმართულია. არა, არქიტექტურული მიმართულება არ აქვს, არასწორად გაიგეთ. არასწორად გაიგეთ და განმარტებას ვაკეთებ ისევე. ანუ ვინაიდან და რადგანაც ორგანიზაცია დაინტერესდა პროექტ პანორამა თბილისით, ამ შემთხვევაში ბუნებრივია არქიტექტურულ მიმართულებას გვერდს ვერ აუვლიდით, იმიტომ რომ ეს პროექტი ხორციელდება ჩვენს დედაქალაქში, ისტორიულ ნაწილში და პირველი კითხვა და პირველი ინტერესი, საიდანაც წამოვიდა ორგანიზაციის მხრიდან, იყო ის რომ ანუ ზიანდებოდა თუ არ ზიანდებოდა ამ შემთხვევაში დედაქალაქის იერსახე და ისტორიული განლაგება. ანუ აქედან გამომდინარე დაინტერესდა არქიტექტურული მიმართულებით, თორე არანაირ არქიტექტურულ სამუშაოებს არ წარმოებს ამ შემთხვევაში და ინტერესი არ აქვს ორგანიზაციას. მე ჩემ პირად მოსაზრებასაც მოგახსენებთ, ანუ ჩვენი კვლევები, ანუ გამოკითხოს რო თავი დავანებოთ და პირადად ორგანიზაცია, რომელიც დაინტერესდა აღნიშნული მასალებით, ანუ იქიდან გამომდინარე გავაკეთებ დასკვნას და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ. თუ ამჟამად არსებობს ნაგავსაყრელი და იქნება მრავალფუნქციური კომპლექსი. თუ არ ზიანდება დედაქალაქის ისტორიული ნაწილი, თუ ეს ყველაფერი მოიზიდავს ტურისტებს, თუ დაასაქმდება ისედაც უმეტესობა მოსახლეობაში დაუსაქმებელი ადამიანები, შექმნის მუდმივ სამუშაო ადგილებს, რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი? ხვდებით ხომ რას ვამბობ? კი ბატონო. არა, გამოკითხვის გარეშე გეუბნებით აბსოლუტურად. გამოკითხვის გარეშე გეუბნებით აბსოლუტურად. არა, გამოკითხვა ჩატარდა უკვე. მე რო ეხლა გამოკითხვას ვიწყებდე თავიდან, მაშინ გასაგებია თქვენი არგუმენტი, რომ ანუ ჯერ მე გავაკეთე განცხადება და მე ვიწყებ გამოკითხვას, თუმცა ჯერ გამოკითხვა გავაკეთე და მე ვაფიქსირებ მე ჩემ პოზიციას. არა, მე გეტყვით, ამ შემთხვევაში მე პირადად არ მიმიღია მონაწილეობა, ამასაც გეტყვით. მონაწილეობდა ამ შემთხვევაში ახალგაზრდული ორგანიზაცია, ანუ არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიციის ახალგაზრდული ფრთა. ჩვენი კითხვის არსი იყო ის, რომ ეთანხმებით თუ არა პანორამა თბილისის განხორციელებას. ვინც არ იცოდა ამ შემთხვევაში რა იყო პანორამა თბილისი, ვუხნიდით, რომ ეს იყო პროექტი, რომელიც უნდა აშენებულიყო გარკვეულ ადგილას და ასე შემდეგ. ეს კვლევა ჩატარდა, ჩვენ დავიწყეთ ეს კვლევა 25 აპრილიდან და ბუნებრივია ხა ერთ დღეში ვერ მოვახერხეთ, ანუ რაღაცა 2 კვირის განმავლობაში პერიოდულად ვატარებთ სადღაც დაახლოებით 2-3 საათს უთმობდით დღეში ამ ყველაფერს, რომ ეს მასალები შეგროვებულიყო. აღმასრულებელი დირექტორი. გურამ ადამიანშვილი. ძალიან დიდი მადლობა. გადამდვილად გარიგება